ხშირად გვეუბნებიან, რომ საქართველოს ჯერ არ არის მზად 1050 ლარიანი მინიმალური ხელფასისთვის. გვეუბნებიან, რომ ეს ეკონომიკას დააზიანებს. მოდით თვალი გადავავლოთ იმ ქვეყნებს, რომლებსაც მსგავსი გამოცდილება აქვთ. 2010 წელს რუმინეთში მინიმალური ხელფასი დაახლოებით 140 евро იყო. იქაც ისმოდა კრიტიკა ინფლაციის ირგვლივ, თუმცა მოხდა პირიქით. მწყიდველობითი უნარის ზრდამ გამოიწვია შიდა წარმოების ბუმი. დღეს რუმინეთში მინიმალური ხელფასი 2200 ლარზე მეტია. დაინგრა მათი ეკონომიკა. არა, პირიქით, რუმინეთი დღეს ევროპის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ქვეყანაა. შევხედოთ ბულგარეთს, რომელსაც ევროკავშირში ყველაზე ღარიბ ქვეყნად მოიხსენიებენ. იქაც კი მინიმალური ხელფასი 1600 ლარს უდრის. ჩვენთან ამ მიმართულებით ისევ 1999 წელია და მინიმალური ხელფასი 20 ლარი. რატომ ღირს თბილისში პროდუქტები იმაზე ძვირი, ვიდრე ბუქარესტში ან სოფიაში? ხელფასი კი 3-ჯერ და 4-ჯერ ნაკლები გვაქვს. პასუხი ძალიან მარტივია. პოლიტიკური ნების არარსებობა. როდესაც ადამიანს საკუთარ ქვეყანაში მინიმალური ღირსეული ცხოვრების გარანტია აქვს, ის აღარ მიდის უცხოეთში მძიმე სამუშაოზე, საკუთარი ოჯახისგან შორს. თუ ჩვენ გვინდა ევროპული ოჯახის წევრობა, უნდა გქონდეს ევროპული პასუხისმგებლობა დასაქმებულების წინაშე, რასაც გუშინ ქართულმა ოცნებამ უარი უთხრა პარლამენტში. ქართულმა ოცნებამ მინიმალური ხელფასის გაზრდის ინიციატივა ჩააგდო, რადგან ჩვენი ეკონომიკური ზრდა მხოლოდ მშრალი ციფრებია რიგითი მოქალაქეებისთვის, ხოლო გაზრდილი კეთილდღეობა ქართული ოცნების ჩინოვნიკებისთვის.